მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების მიღწევა მხოლოდ რევოლუციური რეფორმატორული პლატფორმის შექმნით არის შესაძლებელი. მესამე პრეზიდენტმა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციონერმა კოლეგებმა შეწყვიტონ ინტრიგები და მასთან ქიშბობა. უკრაინის მიერ რუსეთს დამარცხების შემდეგ იმპერია რუსეთს საერთოდ ჩამოშორდა. და ეს მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ გაუვართ უარყოფის პერიოდში. და ამისთვის საქართველოს სულიერ მომზადებელია, რომ შეიძლება მოხდეს უკრაინა დაათავსოს თეთრავის ტერიტორიები. რუსეთი დაიშალოს მამრობლებად და ჩვენ ვიყოთ როგორც ფრანგოს ესპანეთის მდგომარეობაში, როცა ომის შემდეგ საერთოდ დაავიწყდა ფრანგოს ფაშისტური რეჟიმი და კიდე 30 წელზე მეც ანადგურებდა ის ესპანეთს. თუ ჩვენ ხელი არ გავაძლიერთ, ჩვენ პატრონი მაინც არავინ არ აღმოჩნდება და ვერავინ არ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, გამათავისუფლებელი პლატფორმა. ყველა ძალების გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ქვია ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი წინსვლა და ნამდვილი პროგრესი. მიმართება ჩვენ ველაპარაკობ გამათავისუფლების პროცესზე, წინააღმდეგობის მოძრაობა და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიღება არჩევნები. ამიტომ ყველას მოუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებს და დავალებოთ თავი პრეზიდენტის ინტრიგებს სხვადასხვა რაღაცებს იმიტომ და მithumedes კიშო. სადაც ხორაჩაევა დარჩენებს ოთ მირასამაკრო შემოგვედგა ბრძოლაში და მაქსიმალურად პარტო პონტი გავშვა. იმიტომ მე ვერავინ თუ ისინი არ არიან წინააღმდეგობის და გათავისუფლების მოძრაობის დასაწყისი დღეს ხვალ ვერანაირად მეგზავიან ძალიან დიდას კიდევ პოლიტიკურ პროცესთან. მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადებები 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე გააკეთა და განაჩენის გამოტანის გაჭიანურების გამო სასამართლო გააკრიტიკა. მინდა მოვუწოდო სასამართლოს დიალოგიაზე პროკურატურის პარლამენტის სახელობის შეწყვეტა პროცესების გაჭიანურება. ჩაატარეს ეს პროცესები თუნდაც ყოველ რეგამოშებ როგორც ფარდება ეს მეორე წილი. არ შეიძლება ესე. თუ ტელეფონებს არ წავიდე, ისაც არ წავიდე. თუ ის გაჭიანურება კიდე რაღაც ახალს მოიგონოთ. არ არის. თავი გეჭრება რომ მე-7 წელია ატარებ პროცესს, რომელსაც შეგვიძლია დაგინდარებია ორთვეში. ეს ციკლი უცხარი კონტრაქტს მიაწოდეთ პარლამენტად ივანიშვილს ეს ყველაზე წარსულის სტრესს. მესამე პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მუხლი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.